ბებია ჩემი დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთადერთ წამალს აღიარებდა და ეს იყო ანწლის ნაყენი. წელს გადავწყვიტე მისი ტრადიცია გავაცოცხლო და მე და დედა წავედით მინდორში მწიფე ანწლის მოსაგროვებლად. ანწლი უებარი საშუალებაა მუცლის ტკივილის, კუჭის შებერილობის, ასევე დიარეას, ფაღარათის, მოწამვლის, იმუნიტეტის დაქვეითების დროს. ამბობენ, რომ ახალი ცნობებით დადასტურდა, რომ ანწლი ასევე აფერხებს კიბოს უჯრედების განვითარების რისკს. მართალია ეს ცნობა თავად არ ვინახავს, თუმცა ვიცნობ რა ანწლის სასარგებლო თვისებებს არც ამაში შემეპარებოდა ეჭვი. მწიფე ანწლი უნდა გამოვმარცვლოთ, გავრეცხოთ ძალიან კარგად ყველა არსებული საშუალებით და გამდინარე წყლით, შემდეგ დავწრიტოთ საწორზე ან გავაშროთ და გადავიტანოთ მინის ქილაში. ერთ ქილას მაშინვე დავამატე შაქარი, მეორე ქილაში კი ანწლი ჩავჭყლით და პროცესის უკეთ დასაჩქარებლად. შაქარს ვამატებთ 1:1-ზე, ვაფარებთ მჭიდროდ და პერიოდულად ვურევთ ხოლმე, რომ შაქარი კარგად დადნეს და ანწლს დადუღებაში დავეხმაროთ. ჯერ კიდევ არ არის პროცესი დადუღების დასრულებული, თუმცა ვეღარ მოვითმინე და მინდა რომ დღეს გაჩვენოთ. დადუღების შემდეგ ანწლი უნდა გადაიწუროს ნაყოფისგან და მხოლოდ წვენი შევინახოთ მშრალ გრილ ადგილზე ან მოცივაში. ბებო პატარა არყის ჭიქით გვასმევდა ხოლმე და ეფექტიც არ აყოვნებდა.